კვერცხის ცილა თუ შემოგრჩათ, მოამზადეთ ასეთი პატარა ბეზეები. მისართმევადაც კარგია და საუკეთესოა ტორტების და ნამცხრების გასაფორმებლად. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბეზეს ამოყვანის და გამოცხობის პრობლემებს. ბეზე იღებება და შეგიძლიათ გამოაწყოთ ასეთი ტორტის მოსართავები. მე შემომრჩა 2 კვერცხის ცილა და იწონის 70 გრამს. ავიღე 2-ჯერ მეტი 140 გრამის შაქარი. ცილას დავამატებ წიკვინ მარილი და გავთქვეფავ. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდეც. ცილა კარგად რომ აკაფთება, დავიწყებ შაქრის დამატებას. გაითვალისწინეთ, რომ შაქარი ცილაზე უნდა იწონიდეს 2-ჯერ მეტს. უნდა იყოს წვრილ კრისტალიანი შაქარი ან დაფქვით ჩემსავით ყავის საფქვავში. მზა შაქრის ფხვნილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ამბობენ, რომ სახამებელს ურევენო. თავიდანვე სახამებელგარეული შაქრის ფხვნილი ბეზეს კარგად ვერ ამოიყვანს. თანაც ცხობისას გულში რბილს დატოვებს წებოვაც. ამავე მიზნით ჩვენაც ვურევთ ადგათქვეფილ ცილას სახამებელს, თუმცა ვამატებთ ბოლოში ერთ სუფრის კოვს. უნდა ვიცოდეთ, ნაყიდ შაქრის ფხვნილში ურევია თუ არა სახამებელი, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია შაქარი ჩვენ თვითონ დავვქვათ. აქ ვამატებ 1 შაის კოვს ლიმონის წვენს, ან დაამატეთ დანის წვერით ლიმონმჟავა. უკეთესი იქნებოდა ლიმონის წვენი გვერდზე მქონოდა და თქვეფის შეჩერების გარეშე დამემატებინა. ეს პატარა ნიუანსიც გაითვალისწინეთ. ვთქვეფავთ მაღალ სიჩქარეზე შეუჩერებლივ ერთი მიმართულებით ბეზე სრულ გამყარებამდე. აი ასე სათქვეფზე უნდა რჩებოდეს და ჯამის გადმოტრიალებით არ უნდა ვარდებოდეს. გადავიტანე ბეზე საკონდიტრო ტომარაში. საცხობის ქაღალდმა რომ არის რეალოს, აი ესე ცოტა ბეზე მოусვათ ქვევიდან, რომ ქაღალდი დამაგრდეს და დავსვათ ბეზეები. ბეზე უნდა გამოვაწყოთ დაბალ ტემპერატურაზე, 80-დან 100 გრადუსამდე. ცხობის დრო დამოკიდებულია ბეზეების სიდიდეზე. მე ვაწყე 100 გრადუსზე და რადგან ესეთი პატარები არიან, მხოლოდ 50 წუთი. კარები უნდა გადმოხსნა და დანის წვერით ასე შეამოწმეთ. თუ ადვილად სცილდება ქაღალდს, ბეზე უკვე გამომშრალი და გამომცხვარია. ვაქრობთ ღუმელს და გავაციოთ ღუმელში. ბეზე ცხობისას ასეთი ბზარი თუ გაიკეთა, ამას ცხობის დროს ფანჯრიდანაც შეამჩნევთ, მაღალი ტემპერატურაა და ტემპერატურას დაუწიეთ. რაც დაბალ ტემპერატურაზე გამოაშრობთ მეტი დროით, ბეზე უკეთესები გამოვა. რაც უფრო დიდი ზომის ბეზეებია, ცხობის დროც უფრო დიდი ხანი ჭირდება, ჯობია გამოვაწყოთ ცოტა ნაკლებ ტემპერატურაზე და მეტი დროით. როგორც უკვე გითხარით, ბეზეები შეგიძლიათ შეღებოთ, მისცეთ ნებისმიერი ფორმა და გამოაწყოთ ტორტის მოსართავად. გათქვეფილი ცილამ საღებავი რომ აიტანოს, იდეალურად მყარად უნდა იყოს გათქვეფილი, ამიტომ საღებავი წვეთობით დაამატეთ. საღებავის უცებ და დიდი რაოდენობით დამატებამ შეიძლება ბეზე გაათხელოს. ასეთი ბეზეები ინახება დიდი ხნით, სანამ ქილაში მოვათავსებთ, უმჯობესია მთელი დღე ჰაერზე კარგად გამოშრეს. შემდეგ ჩავალაგოთ ქილაში და შევინახოთ. ასეთი ბეზეები მისართმევათაც კარგია და ნამცხრების გასაფორმებლადაც. ეს შემთხვევით გადარჩენილი ცილისგან მომზადებული ნაუცბადები ბეზეებია. აუცილებლად გაგიზიარეთ მყარი ბეზეს საუკეთესო რეცეპტსაც. თუმცა თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად მოიწონეთ, გააზიარეთ, რომ მეგობრებმაც ისარგებლონ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით საუკეთესო რეცეპტებით. იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.